ქალი არის წამყვანი ოჯახში, დღესდღეობით მაინც, ყველა შემთხვევაში ეს არ უნდა აკრინებდეს მის მდგომარეობას. მან უნდა შეძლოს გადანაწილება დროის და პირველი არის ის, რომ ქალმა თავის თავზე ზრუნვა დაიწყოს თავისი დროის გამოყოფით, საკუთარი თავისთვის დროის გამოყოფით. მნიშვნელოვანია დღეში 9 საათი მაინც ყველასთვის გასაგონად გამოაცხადოს ოჯახში, რომ აუცილებელია საკუთარ თავს დაუთმოს დრო. მისი 9 საათი ეს იქნება საკუთარი თავისთვის გახარჯული დრო. მისი ნება იქნება ეს დაისვენებს, რამის აიკითხავს თუ რას გააკეთებს, მაგრამ პირველი არის ის, რომ მან ხმამაღლა აღიაროს, რომ მას პირადი დრო სჭირდება იმისთვის, რომ თავისი თავი კიდევ უფრო უკეთესად იგრძნოს და დასვენების შემდეგ უფრო მეტად ენერგიული, ხალისიანი და მშვიდად გამოვიდეს მდგომარეობიდან. ყველა შემთხვევაში თუ რუტინად იქცევს იმას, რომ დღეში 9 საათი მინიმუმ ექნება საკუთარი თავისთვის დრო და შვილებისთვისაც ცნობილი იქნება, ოჯახის ყველა წევრისთვის იქნება ეს ცნობილი, თლად უკეთესი. აქვე შემიძლია ვთქვა, რომ ქალი რადგან ამდენ პასუხისმგებლობას იღებს თავის თავზე, მნიშვნელოვანია მისთვის გააკეთოს რაღაცები. ანუ მაგალითად ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა აუცილებელია. შვილებსაც ჯანსაღი დედა ჭირდებათ, ოჯახის წევრებს ჯანსაღი ქალი ჭირდებათ. აქედან გამომდინარე, მანვე უნდა წამოაყენოს ის საკითხი, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა და აუცილებელია ჯანმრთელობაზე ზრუნვა. აუცილებელია ფიზიკური აქტივობა და ყველა შემთხვევაში ყველაფერი, რასაც ქალი გათვლის, რომ მნიშვნელოვანია მისთვის, ეს იქნება მოდელი მისი შვილებისთვისაც. ისინიც ჩათვლიან, რომ დედა ცალკე პიროვნება, მას სჭირდება ზრუნვა, მას სჭირდება საკუთარი თავის განვითარება, მას სჭირდება თავის თავზე ზრუნვა.